არ ვიცი ესე კონკრეტულად რა შეიძლება, იმიტომ რომ დიდად არ ვიყენებ გარემოვაჭრეების თქვათ მომსახურებას. მაგრამ ალბათ იმ ხალხისთვის ვფიქრობ, რომ რთული იქნება მათთვის ცხოვრება უფრო მეტად, იმიტომ რომ სად გააგრძელებენ ვაჭრობას და რა ფორმით მოხდება ამის რეაბილიტაცია, ეს ცოტა გაურკვეველია. ეს გარემოვაჭრეები გავიდნენ და მისცენ ერთი ადგილი, სადაც იქებიან და გვეცოდინება ჩვენ მივალთ და იქ ვივაჭრებთ თუ გვინდა, რა თქმა უნდა. ერთი მხრივ მესმის, რომ ესე იგი გარემოვაჭრეები საუბრობენ იმაზე, რომ მათ რაღაცა ეკონომიკური პრობლემები ექნებათ, მაგრამ რაც მთავარი არის ის სისუფთავე, წესრიგი, კულტურა ხომ უნდა კონდეს ქალაქს არა, ეს არც ერთ ქვეყანაში ეს არ ხდება, თითქმის რომ ეს გარეთ იყოს ყველაფერი ბაზრობა მოწყობილი. გარემოვაჭრეები ცოდოები არიან იმის გამო, რომ რაღაც შემოსავლის წყარო არის მათთვისაც რა, მაგრამ ალბათ უნდა იყოს რაღაცა გამოყოფილი რაღაც დაწესებულება, სადაც შეეძლებათ გარემოვაჭრეებს, რომ იქ თავისი მცირე ბიზნესია თუ რაც არის განახორციელონ. Ჩემთვის არაფერი არ შეიცვლება ნამდვილად. მე ყოფილ ვარ ევროპაში, იაპონიაში, აფრიკაშიც ყოფილ ვარ, მაროკოში. ესე იგი ყველგან არის ვაჭრობა, მაგრამ ასეთ ვიდით არა, როგორ არის გალანტერეია და ის რა ქვია პროდუქტი ერთად რო იყიდებოდეს, ასეთი რამე არ მინდა ხიარსა. უკეთესობაა შვილო, რა თქმა უნდა, ჯერ იყო ძალიან დიდი სიბინძურე და გარედან ნაყიდის რამეს რომ მიიტანდი, წამლავდა უკვე. კინაქათა მიგეყიდა. ეს არის ძალიან კარგი საქმე და მადლობა უფალს რომ ეს გადაწყდა ყველაფერი ასე კარგად. ესე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ირღვევა ქუჩაში სისუფთავე ელემენტარული და წესრიგი, ხო? იქ სადაც უნდა იაროს ხალხმა ისეირნოს დგანან, მაგრამ მეორე მხრივ პრობლემაც არის ეს დიდი მასა უკვე ხალხის იმათ უჭირდა აუცილებლად ჩემის აზრით უნდა გქონდეთ მათ ადგილი, სად შეინაცვლებენ და სად გამოიმუშავებენ თავის დღიურ ლუკმას ალბათ.